ჟურნალისტებთან ერთად უნდა შევიდეთ. გადაეცი. ხوارც მაგადა. გადაეცი. არავინ არ იგზავნებს, ნუ გაშინიათ, არავინ არ არის საძალადოდ მოსული. და როგორც გადაწყვეტილება მიღებულია მედიის გარეშე სულ აბოლოტო ტრანსპორტია და არა უფლებას ხედავს მედიის თანდასწრებით მე დარჩის სავატარო ჩასაწყობი ზოროდეს ჩვენი მხარდაჭერა იმიტომ არის ჩემი თავარი მოთხოვნა რომ მე დაბარებული ვარ ჩემი სატელევიზიო გამოსვლების გამო. სატელევიზიო გამოსვლები ყველა არის საჯარო. და რადგან ამაში რაღაც ბრალდებენ და არ ვიცი მე რაში ვარ იქ იმ გამოგზავნილ კითხვებში უბრალოდ ჩემს ნახმარებში დაანაშავე მე მინდა ეს გაგზავნოს არაფერი არ არის დასამალი მე გამალულად ნაკვამი და შუმად ჩატერილის გამო არ მოვდივარ. მე დაბარებული ვარ სატელევიზიო გამოსვლების გამო და ამას უნდა ესწრებოდეს ტელევიზიები. იმ შემთხვევაში თუ უარი მივიღეთ ახლა შეცვლაზე მედიასთან ერთად მე როგორ განცხადებული მაქვს რომ მე შევდივარ მხოლოდ მედიასთან ერთად. და თუ არ დაესწრებით ამ შეხვედრას თქვენოთაც შეუძლიათ მივიღოთ. მე თვითონ გადაწყვეტე მე მაგას არ წყვეტ. მე რასაც წყვეტ მაგას მოახსენე. მე შევდივარ მედიასთან ერთად. არა, მედიასთან ერთად შევდივარ. სასულიერო პირების შებრძანება მათი საკუთრება მაგაში არ მჭირდება. ჩემი საძმოა და მე ჩემს საძმოსთან ერთად მათი კუთხეების გარეშე შევალ მან. ეს საპატრიარქოა და მეც მეკუთვნეს აქ ყოფნა. ასე გადაეცით. დიდა გამოიწვია არქიტექტურის მოდროფიკიდან რა თხოვნის სასჯელი შეიძლება გამოგვიტანოს ასეულები. თუმცა შემთხვევაში თუ მეტს ვერ დაესწარით შეხვედრას როგორც გითხარით ეს მათი გადასაწყვეტია. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, რადგან ჩემს მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ. მეც მაგ მოთხოვნების და ამ უარით არ ღვევენ თქვენს უფლებებს. პირობას მოგიტანებო, რასიშა, პირობას მოგიტანებ, მე ვითხოვ. ბრალდება მოვითხოვე და არ მომცეს. მარტო ჩემი გამონათქვამები მომცეს, მაგრამ იმაში რა არ მოწონდა, არ მომცეს, არ მithქვეს და ყველა გამონათქვამი არის საჯარო. ამ საჯაროს უნდა დაესწროს და უნდა განიხილოს საჯაროდ რა პრეტენზია აქვს ჩემს უნარებში. რადგან იქ სწავლებითი არაფერი არ ყოფილა. რამდენად კაცრი შეიძლება იყოს ეს სასჯელი? მათ არ შეუძლიათ საეკლესიო კანონებით არც ერთი სასჯელის გამოტანა. მაგის უფლება არ აქვს. მაგრამ რას გააკეთებენ? ეხლა მათი ნება. აველოდოთ. არც ერთი სასჯელი არ მეკუთვნის მე იმ გამონათქვამების გამო, რაც მათ გამომიგზავნეს. არც ერთი საეკლესიო სასჯელი. რადგან პირდაპირ იყო ყველა პოლიტიკური მე საუბრობ ეკლესიის და სახელმწიფოს მდგომარეობაზე, ქვეყნის მდგომარეობაზე და ეს არ მოწონდა. მე დღესაც ესე ვფიქრობ. არ ვიცი, არ დავასწრებ მოვლენებს. არ ვიცი, მოვლენებს არ დავასწრებ.
ასოთი მიიღეთ? არის. დიახ. მე ვითხოვ ჟურნალისტებთან ერთად. რა გითხრეს? შეთანხმება მე ვითხოვ, მაგრამ მე მაქვს ჩემი უფლება. დასამალი რა არის ნეტა? ესე იგი უკვე შეკითხვაც არ ღირს. არ გაგზავნებოდი. ეხლა ნელა პასუხი ვისგან მიიღეთ? კაცო, პასუხი ვისგან მიიღეთ? პასუხს დაველოდოთ ვისგან მიიღეს. კომისიას აღარდება. რო დაუდგეთ წესიერად ოდნავ რო გავიწვევთ. უკან გაიჭირეთ რო ჩავედი. რა ქველი? ოდნავ აქეთ ჩადე. მაშინ შენ ჩაგწერე რა. მე განვაცხადე, რომ მე შევდივარ ყოველდღე ყოველ ჟურნალისტებთან ერთად. მორჩა. სხვა გადაწყვეტილებას მე არ მივიღე. მარტო მაგათი არ არის ეკლესია. ეკლესია ჩვენია. აქედან გამომდინარე მეც მაქვს უფლებები მოვითხოვე და მოვთხოვო პასუხი. იმ გადაწყვეტილებებზეც, იმ კანონებზეც, რასაც ესენი იღებენ თუნდაც, რასაც ესენი ამბობენ, რასაც ესენი რუსეთის სასარგებლოდ ამბობენ. პირდაპირ, როგორც ერთი ერთში მეუფე შიოს გუნდი მამა ანდრიასთან ერთად იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მთავრობას აწყობს. და ესენიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ კურსს. მე მომხრე ვარ, რომ საქართველოს არ დაკარგოს ევროპასთან ინტეგრაციის საშუალება. არათუ მომხრე, არამედ ამისთვის ვიბრძო. ესენი იბრძვიან პირიქით. ამიტომ მე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ესენი რა საჭეს გამომიტანენ. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს გადარჩეს და საქართველოს ეკლესია გადარჩეს და რუსეთმა არ გადაყოლაპოს და არ დავუყოს ისევ როგორც ცხრაჯერ დავუყივარ და გაუნადგურებიო. მადლობა. წამო ბექარა. მე გაზეთის მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს საპატრიარქოს შესასვლელთან. 2 საათზე იყო დაბარებული არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპისკოპოსოს ხდომაზე, უკაცრავად. ბოდიში. დაახლოებით 9 საათია უფრო მეტია, რაც დოროთე ყურაშვილი აქ მოვიდა, თუმცა მან განაცხადა, რომ საპატრიარქოში შევა მხოლოდ ჟურნალისტებთან ერთად, მას ეს აქამდეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მას სურს ხდომა, სადაც მის მიმართ ბრალდებები უნდა გაჟღერდეს, იყოს საჯარო. მან მაიკ პასუხისმგებელ პირებს, დაცვის წევრებს, სავარაუდოდ უთხრა, რომ ის შესვლას აპირებდა მხოლოდ ჟურნალისტებს ბოდიში, ჟურნალისტებთან ერთად, თუმცა რამდენჯერმე გაიარეს აქ დაცვის სამსახურმა კონსულტაცია სავარაუდოდ შიგნით მყოფ პირებთან საპატრიარქოში და ეუბნებიან არქიმანდრიტ დოროთეს, რომ მას აქვს უფლება შევიდეს მხოლოდ თავის ეს ვთქვათ მღვდელ მსახურებთან ერთად, სხვა მღვდელ მსახურებთან ერთად, მაგრამ არა ჟურნალისტებთან ერთად. არქიმანდრიტი დოროთე ამბობს, რომ არ აპირებს შესვლას ჟურნალისტების გარეშე. ჯერჯერობით არის ეს ვითარება, ჯერჯერობით კიდევ ველოდებით პასუხს. ბოდიში.
მე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დოროთე ყურაშვილს იბარებენ საეპისკოპოსოს ხდომაზე. პირველად ის ოქტომბრის დასაწყისში თუ ოქტომბრის შუა რიცხვებში გაჟღერდა ამის შესახებ ინფორმაცია ანდრია ჯაღმეიძემ, საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ გააჟღერა ეს ინფორმაცია დაახლოებით 12 ოქტომბერს. 16 ოქტომბრისთვის იყო ის დაბარებული საპატრიარქოში საეპისკოპოსოს ხდომაზე, თუმცა მაშინ არ გამოცხადდა არქიმანდრიტი დოროთე. მან თქვა, რომ მას უფლება აქვს წინასწარ იცოდეს რა ბრალდებები არის მის წინააღმდეგ, რა ბრალდებები არსებობს, ვის მიერ არის ეს ბრალდებები გაჟღერებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა საპატრიარქოში თუ მას წინასწარ ეცოდინება იმ ბრალდებების შესახებ, რომლებიც უნდა განიხილონ რეალურად საეპისკოპოსოს ხდომაზე. ამის შემდეგ დოროთე ყურაშვილს გამოუცხადეს მკაცრი გაფრთხილება იმისთვის, რომ როგორც საპატრიარქო ამბობს, არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო ხდომას და დაიბარეს მომდევნოს ხდომაზე. მომდევნოს ხდომა არის უკვე დანიშნული დღეს. წესით უკვე უნდა იყოს დაწყებული 2 საათზე იყოს ხდომა დანიშნული, თუმცა როგორც ხედავთ, დოროთე ყურაშვილი არის საპატრიარქოს შესასვლელთან და არ შედის შენობაში ჟურნალისტების გარეშე. ის ფიქრობს, რომ ყველაფერი, მთელი ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ის ამბობს, რომ საპატრიარქოში დაიბარეს მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო იგულისხმება სატელევიზიო ეთერები, როგორც თავად დოროთე ყურაშვილი ამბობს, საუბარია TV1-სა და ფორმულას ეთერში გაჟღერებულ მოსაზრებებზე და რადგან ის მას იბარებენ და ბრალს უყენებენ, ასე ვთქვათ, მისი საჯარო პოზიციების გამო, სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებული პოზიციების გამო, ამიტომ ტელევიზია უნდა ეისწრებოდეს და ზოგადად მედია უნდა ეისწრებოდეს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს და განხილვა საეპისკოპოსოს ხდომაზე, სადაც მას არ ვიცი, როგორ შეიძლება დასრულდეს განხილვა თუ დაიწყება, თუმცა მას არ სურს ამ პროცესში მონაწილეობა მედიის გარეშე. სამის 4 წუთია, ეხლა 2-ზე უნდა დაწყებული იყოს ხდომა. 9 საათზე მეტია დოროთე ყურაშვილი არის საპატრიარქოსთან მოსული, მასთან ერთად არიან სხვა სასულიერო პირები, მისი ეკლესიიდან, ასევე მისი მხარდამჭერები, მრევლი. ცხადი აქ მყოფი ყველა ადამიანი, აქ ბევრი ადამიანი არის შეკრებილი, ყველა ადამიანი ვერ შევა ფიზიკურად საპატრიარქოში, თუმცა დოროთე ყურაშვილის სურვილი და მოთხოვნა არის, რომ შევიდეს მედიასთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად და ხდომა იყოს საჯარო. გარეშე უნდა ჩატარდეს დღევანდელი სიტყვა. პრინციპში პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც თქვენ გარეშე ატარებენ სიტყვას. სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე ოფისაც გამოაქვეყნებენ და შეიძლება კიდევ ერთი საგამგებლო ღონისძიება იყოს თქვენს წინააღმდეგ. რისი მოლოდინი გაქვთ თქვენ და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გსურდათ, რომ საჯარო ყოფილიყო დღევანდელი სიტყვა? მოკლედ ესენი ერთადერთი რაც შეუძლიათ მოიმიზეზონ ჩემს დასაჯელად, ეს არის ხდომაზე არ გამოცხადება. ანუ ჯულის კანონით, როცა ეპისკოპოსი გიბარებსო, მაშინ აუცილებლად უნდა მიხვიდე თუ არა დაიჯებო და ესენი მე ეპისკოპოსი კი არ მიბარებს. მე მიბარებენ კომისიას. როცა კომისიაზე მიბარებენ, მე ბრალდებაც უნდა ვიცოდე. მათი აზრი უნდა ვიცოდე, ჩემზე რა დავაშავე. აი, ჩემი გამონათქვამები რო გამომიგზავნეს, იქ უნდა ყოფილიყო, აი შენ ეს რო თქვი, ეს არის მწვალებლობა, ეს არის შეცდომა, ეს არის არასწორი. აი ესეთი დასკვნები არის, უბრალოდ ჩემი გამონათქვამები ისედაც ვიცი, მე ჩემი გამონათქვამები. და ჩემს გამონათქვამს მე იმას ისევ ვიტყვი. იქ იყო მხოლოდან მხოლოდ პოლიტიკური, ანუ საჯარო მდგომარეობაზე, რომ ამახვილებდი ყურადღებას ამაზე იყო ეს ჩემი გამონათქვამები, რაც ხდება საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში. და მხოლოდან მხოლოდ პოლიტიკურად ეწყინათ და პიროვნულად. სხვანაირად სწავლებითი არაფერი არ იყო. მეც რაღაცები მათი განცხადებები
რუსეთის საამებელი განცხადებები არ მომწონს, მაგრამ მე არც ერთისთვის არ მომითხოვია ეს დასაჭერი. იმიტომ ამის გამო არ შეიძლება მგელი დაისაჭრო. ამიტომ მათ უნდათ მიზეზი, რადგან მე ჩემი სწავლების გამო, არც პოლიტიკური განცხადებების გამო ჩემი დაჭერა შეუძლებელია. ამიტომ მათ უნდათ მიზეზი, თითქოს მე აი პირველად რო არ გამოვცხადე, მაშინ არ გამოვიდა ხოლმე, მეორე რო არ გამოვცხადები, დამჯია. ამიტომ მე ვთქვი მოვდივარ, მაგრამ მხოლოდ საჯაროდ. ხო, ბამაო, აი ძალიან საინტერესოა. ამიტომ მე არ შემიშვეს. და არა თუ არ გამოვცხადე, აგერა ვარ. ეს სურათები და ვიდეოები ყველა ნახავს, რომ აგერ ვარ, მაგრამ მე ჩემი მოთხოვნა მაქვს. მე უნდა შევიდე ჟურნალისტებთან ერთად და ეს უნდა გახდეს საჯაროდ. კიდევ ერთხელ ვეუბნები, იმათმა მითხრეს, რომ ეს არის არ შეიძლება ჟურნალისტებმა გადაიღონო და ეს არის ტყუილი, არ შეიძლება გადაიღონ, ჩაიწერონ, როცა ადამიანის პიროვნულ ცოდვაზეა საუბარი, რომ მე რომ თხოვდნენ ახლა რაღაცას ამას გადაცდომებს არასწავლებაში, არამედ ცხოვრებაში ვიღაცასთან რაღაცასთან ზნეობრივ. აი მაშინ მათ შეუძლიათ რომ მე ამიგზავნო. ჩაწერაც ამიგზავნო. მე თხოვენ პასუხისმგებლობას. რა, რასამალი, რატო იმალებია? დაამტკიცონ დავიანდისავლება. დაამტკიცონ რომ ის რასაც აბმობენ, სწორია, დაამტკიცონ რომ რუსეთი ჩვენი მოყვარეა, დაამტკიცონ რომ ევროპა ჩვენი მტერია, დაამტკიცონ რას იმალებია. დიდი მადლობა არქიმანდრიტ დორეთ ყურაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში მაყურებელს შევახსენებ რომ საპატრიარქოში მესამე დაიბარეს დღეს მოვიდა თუმცა მისი თავარი მოთხოვნა იყო ნოვადელი სტომა კიდევ ერთხელ გავიმეორებ აქ არსებულ ვითარებას, ესე იგი ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს საპატრიარქოსთან, საპატრიარქოს შესასვლელთან. 2 საათზე აქ უნდა დაწყებულიყო და პრინციპში როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაიწყო უკვე საეპისკოპოსოს ხდომა, მცხეთა თბილისის ეპარქიის საეპისკოპოსოს ხდომა. დაბარებული იყო ამ სხდომაზე არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ კადრში, 40 წუთის წინ დაახლოებით მოვიდა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოსთან. თუმცა მისი ასე ვთქვათ მოთხოვნა და სურვილია რომ სხდომა იყოს საჯარო და ყველა ის ბრალდება რაც მის წინააღმდეგ არის გაჟღერებული, საჯაროდ გაჟღერდეს და საჯაროდ განიხილონ. მნიშვნელოვანია ისიც რომ როგორც დოროთე ყურაშვილისგან მოვისმინეთ, მან არ იცის ზუსტად და სრულად ის თუ რას ედავებიან, ასე ვთქვათ, საეპისკოპოსოს სხდომის წევრები. ეს არის მისი მეორე დაბარება ეპარქიაში. კომისიაზე, ასე ვთქვათ, თავდაპირველად ის დაიბარეს 16 ოქტომბრისთვის, სადაც მამა დოროთე არ გამოცხადა, ასე ვთქვათ, ის ამბობდა, რომ მას აქვს უფლება იცოდეს წინასწარ რა ბრალდებები არის მის მიმართ, ასე ვთქვათ, გაჟღერებული, მას აქვს უფლება წინასწარ იცოდეს კომისიის წევრების პოზიცია, რომ შესაბამისად მომზადებული არგუმენტებით ასე ვთქვათ, მოვიდეს საპატრიარქოში. ამიტომ ის 16 ოქტომბერს გამართულ სხდომას არ დაესწრო, არ გამოცხადა, ამის შემდეგ საპატრიარქომ მას გამოუცხადა, ასე ვთქვათ, მკაცრი გაფრთხილება, როგორც ხვდება, ეს არის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ფორმა სანქციის სასულიერო პირის მიმართ და დაავალდებულეს მამა დოროთე, რომ მოვიდეს მომდევნო სხდომაზე. მომდევნო სხდომა უკვე დაახლოებით 10 წუთის წინ უნდა დაწყებულიყო და როგორც მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს კიდეც და დაიწყო მამა დოროთე ყურაშვილის გარეშე. და ეხლა როგორც თვითონ ამბობს, ერთადერთი რაც მის წინააღმდეგ შეიძლება რომ ასე ვთქვათ გაჟღერდეს, არის ის, რომ ის არ გამოცხადდა ამ სხდომაზეც, თუმცა ფაქტია, რომ მამა დოროთე არის აქ საპატრიარქოს შესასვლელთან, ის ამბობს, რომ მე გამოვცხადდი, მე მზად ვარ შევიდე, გავცე ყველა კითხვას პასუხი, თუმცა მას სურს, რომ ეს ყველაფერი იყოს საჯარო. თუმცა როგორც აქ საპატრიარქოს დაცვის წევრებმა განუმარტეს, არ შეუშვებენ მედიას და შეუშვებენ მას მხოლოდ სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
როგორც მამა დოროთე ყურაშვილი ამბობს, ის ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ასე ვთქვათ, გაჟღერებული, ეხება მის საჯარო გამოსვლებს, ძირითადად სატელევიზიო გამოსვლებს. მან დაასახელა ტელევიზიებიც, პირველი ფორმულა, რომელთა ეთერში გაჟღერებული განცხადებების გამო დაიბარეს ის დღეს საპატრიარქოში. მან, როგორც უკვე გითხარი, წინასწარმეტყველს არ დაესწრო იმ მოტივით, რომ უნდა სცოდნოდა ბრალდებების შინაარსი. ამის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, საპატრიარქოსგან მიიღო, ასე ვთქვათ, წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, ნაწილობრივ იყო საუბარი იმაზე, თუ რის გამო იბარებდნენ. და ამ წერილში იყო ციტატები არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საჯარო გამოსვლებიდან. ის ამბობს, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც მან მოითხოვა, მან ისედაც იცის მისი საჯარო გამოსვლების შინაარსი, ის აპირებს, რომ კიდევ გავიმეოროს გავსი შინაარსის განცხადებები. საუბარია დოროთე ყურაშვილის განცხადებებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე პროტესტზე, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს, ამ პროტესტში ჩართულ ადამიანებზე, პოლიციელების და სამართალდამცველების ქცევაზე, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას და ესე შემდეგ. ის ამბობს, რომ პოზიციას არ ცვლის, ამ განცხადებებს კვლავ გაიმეორებს, თუმცა ვერ ხვდება, რატომ არის ეს განცხადებები მიუღებელი საპატრიარქოსთვის და რომ საპატრიარქომ უნდა დაასაბუთოს, ასე ვთქვათ, ეს განცხადებები რას არ ყოფს და რატომ არის მიუღებელი. მსგავსი დასაბუთება მამა დოროთე ყურაშვილს არ მიუღია, ამის მიუხედავად ის გამოცხადდა დღევანდელ სხდომაზე, თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ არაერთხელ, მას უნდა რომ სხდომა იყოს საჯარო. ჟურნალისტების გარეშე ის საპატრიარქოში არ შედის. ჟურნალისტებს საპატრიარქოში არ გვიშვებენ. სწორედ ამიტომ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სხდომა უკვე დაწყებულია. და სავარაუდოდ ეხლა განიხილავენ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გარეშე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს და სავარაუდოდ ოქმიც შედგება დღესვე, რომლის მიხედვითაც ჩვენ გავიგებთ რა ასე ვთქვათ სანქცია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორი სიტყვა საეკლესიო სამართალში, თუმცა ნუ რა, ასე ვთქვათ, სასჯელი იქნება ის, რასაც მიიღებს დოროთე ყურაშვილი. უკვე გითხარით, რომ მას აქვს ერთი მკაცრი გაფრთხილება იმისთვის, რომ ეს უფრო დისციპლინური შინაარსის, ასე ვთქვათ, სასჯელი არის თუ სანქცია, იმისთვის, რომ წინა სხდომაზე არ გამოცხადდა. სავარაუდოდ გაფრთხილებაზე უფრო მკაცრი იქნება დღევანდელი სხდომის ოქმი, რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, დოროთე ყურაშვილი არ ესწრება. კიდევ ერთხელ მოусმინოთ დოროთე ყურაშვილის პოზიციას. კიდევ ერთხელ გითხარით, რომ განაცხადებები გამართარე და არ არაც არ შევდივარ, მე არ შემიშვენ, ჩემი არ გაიფალიცინებ და არც ერთ კანონმდებლობას, რაც არის რეპრესიული, არ ითვალისწინებენ. თუნდაც მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყოს დაინტერესებული პირი, კონფლიქტში მყოფი პირი დაბარებულთან და ეს ყველაფერი მათ არ გაითვალისწინებს, ისინი არ ითვალისწინებენ არც ჩვენს კანონებს, არ ითვალისწინებენ არც ჯურის კანონებს. მე უფლება მაქვს მოვიტყიო ღია განცხადებების გამო ვარ დაბარებული, ღია განხილვა უნდა მოხდეს. მე არაფერი დამალულის გამო არ ვარ განცხადებებიდან დაბარებული და მე უფრო უნდა მეშინოდეს ამის განცხადების თუმანი ვარ, ვიდრე მათ. და თუ ისინი მართლები არიან, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ, რომ ეს ყველაფერი პრესის წინაშე მოხდეს, ჩემი განწყობა, რადგან მათ ხალხს უნდა განუმარტონ რის გამოვარდნე დამნაშავე. და მე ვიცი ისინი რაში მადანაშაულებენ, ოღონ ამას ვერ ამბობენ, ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამყრელ რუსეთს, მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაძღავ და მე ვამბობ იმას, რომ საქართველოს მიიტაცა ივანიშვილმა, მე ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პლიუს ეკლესია თავისი პრეფსების გამოყენებით, მე ვამბობ იმას, რომ
ეს მცირე ჯგუფი საპატრიარქოში, რომელიც არის შესახლებული, არის რუსული და აკეთებს რუსულ გეგმას ემსახურება, მას უნდა რომ არც ერთი კაცი, ვინც რუსეთს უპირისპირდება, არ იყოს ზიარებული და უნდათ რომ ეხლა ის ტაძარი, სადაც ერთგული ხალხი და გმირები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს, მე ისინი ვერაფერს ვერ წამართვიან, მაგრამ ამ ხალხს წაართვიან და ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმართებთ. შეუძლებელია ჩვენ გავმარცხოთ. მე უფრო თუ ამათმა დამსაჯეს, უფრო მეტი დრო მეთქება გადავერთო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია ჩვენიერი უნდა განთავისუფლდეს ამ დიდი ქოციანობისგან და რუსეთის მონობისაგან. მე ამას გავაკეთებ. არიან ადამიანები, მგლები, ეპისკოპოსები, რომლებსაც თუ ეპისკოპოსობას ამ ბლობა შეუჩერებ, მაშინ მისგან არაფერი არ დარჩება. მე რაც არ უნდა ბლობა შემიჩერო, მე ვარ დოროთე და ჩემგან დარჩება ის რაც უნდა. კი ბატონო, დიდი მადლობა, შეუპარესალე არის. მე შეგახსენებთ, რომ აქ დოროთე ყურაშვილთან ერთად არიან მოსულები სხვა სასულიერო პირები თავისთავად და აქ არიან რიგითი მოქალაქეები, როგორც მისი მრევლი, ასე ვთქვათ, ასევე სხვა მოქალაქეები, რომლებიც მოვიდნენ დოროთე ყურაშვილის მხარდასაჭერად. მე ვეცდები, რომ ასე ვთქვათ, გავესაუბრო ამ ადამიანებს და მათი პოზიციაც მოგასმენდეთ. ხედავ ზვიად კვარაცხელიას, ბატონ ზვიად, გამარჯობა. ნეთ გაზეთის პირდაპირ ეთერში შეიძლება ცოტა ქვემოთ რო დავიხეთ და კითხავთ, თქვენ გუშინ გამოხვედით, სწორად მახსოვს საპატიმროდან და დღეს უკვე გუშინ წინ, კი ბატონო. რისთვის მოხვედით? მოდი აქედან დავიწყოთ, რა არის თქვენი პოზიცია? პირდაპირ ეთერში ვართ. რისთვის მოხვედით? აქ მაგით დავიწყოთ და მე თქვათ შეფასებით ამ ვითარების რაც ხდება. ბერებს რომლებიც იბრძვიან საქართველოს ამერიკის ეკლესია საქართველოს სამუსიკოს ძალიან კარგად იცის ის დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია რუსულ ეკლესიასთან ეკუთვნოს და რუსულ ეკლესიის გავლენების გააზრებას ეკლესია და რუსული იმპერიის საცეცები საქართველოში აქტიურად არის გაშლილი, მათ სწავლების ბიჭები ყველა ის გამორჩეული სასულიერო, ვინც ხმამარდა საჯაროდ იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ, ამ იმპერიული ზრახობის გამოვლენების რაც ასევე დასაბუთებია ის ყოველთვის ქართულჭერს სისტემისგან ჩარგულ ადამიანებს. რომ აღიარება, რომ დავიცვათ აქტიურად დოროთებაში ის საწყო ბერები, რომლებიც ამბობს. კი ბატონო, თვითონ ბატონი
არქიმანდრიტი დოროთე ამბობს, რომ მის პოლიტიკური განცხადებების გამო არის რეალურად დაბარებული და ის არ ფიქრობს, რომ რაიმე, ასე ვთქვათ, დისციპლინური ან ზნეობრივი გადაცდომა ჩაიდინა, რის გამოც ღირსი იყო, რომ აქ, ასე ვთქვათ, დაებარებინათ. სხდომა დაწყებულია მის გარეშე. რა მოლოდინი გაქვთ, ანუ არ გეკითხებით არა ვთქვათ, სამართლებრივად, ეკლესიური სამართლის მიხედვით რა შეიძლება გადაწყვიტონ, მაგრამ რაღაცა რა იქნება პასუხი საპატრიარქოს არქიმანდრიტ დოროთეს წინააღმდეგ. არის ვაცმის მოსალიკაცი რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ხარისხი ისინი ვინც წინააღმდეგ ეს რაღაცა ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ როგორც არ უნდა გაამართლონ ეს არის არის საძმოს დასჯა პოლიტიკური პოზიციისთვის. იახ ეს არის პოლიტიკური პოზიცია. ნამდვილ სამგელოებას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური პოზიცია დამპყრობლების წინააღმდეგ. ამ დროს ხელაია აკანტოს პატრიარქა კირილოვი უამრავი პერსონაჟი საქართველოს ისტორიიდან გვახსოვს, რომ იბრძოდა გამარჯვებული სხვადასხვა პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ანგრევდა საქართველოს იდენტობას, საქართველოს ერთიანობას. ამავდროულად დოკაშვილი ამ კავშირს აკრძალავს, რომ დაიცვას საქართველოს იდენტობა და დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ რაღაც დაბნელობისგანაც შორის, რაც რუსულ იმპერიულ პოლიტიკას და პროპაგანდას ახასიათებს, რომ წარმოაჩენს რომ სამგელოება ცალკე იყოს, პოლიტიკა ცალკე იყოს, კულტურა ცალკე იყოს, პოლიტიკა ცალკეა, სპორტი ცალკეა, პოლიტიკა ცალკეა. რუსეთის იმპერიისთვის მისი დამპყრობლური პოლიტიკისთვის არაფერი არ იმიჯნება. ამიტომ ჩვენ გავართ კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენს მედიც ზვიად კვარაცხელიას, გამომცემლობა ინტელექტის ხელმძღვანელს, გამომცემელს, მწერალს, რომელიც სულ 2 დღის წინ გამოვიდა საპატიმროდან, მას 3 დღიანი უკაცრავად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით, ისე როგორც არ ვიცი, ათობით სხვა დემონსტრაცია, რომელსაც ამ დღეებში უკაცრავად ამ დღეებში აპატიმრება ზვიად კვარაცხელიას სიტყვები იყო, რომ ქართულ მოოცნებამ გზა გადაუკეტა საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა და ამ დროს ერთ რიგით ადამიანს რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო სჯიან, ასე ვთქვათ, აპატიმრებენ. და ზვიად კვარაცხელია, ისე როგორც აქ შეკრებილი სხვა მოქალაქეები მოსულები არიან არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭრად. მე შეგახსენებთ, რომ სხდომა, სადაც განიხილავენ არქიმანდრიტ დოროთეს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელთა შინაარსი ჩვენ ბოლომდე და სრულად არ ვიცით, იმიტომ რომ ამის შესახებ არც საჯაროდ განცხადება გავრცელებია საპატრიარქოს და არც უშუალოდ დოროთე ყურაშვილისთვის მიუწოდებია ინფორმაცია. სხდომა, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს საპატრიარქოში, სადაც არ შეუშვეს დოროთე ყურაშვილი, როგორც თვითონ ამბობს, თვითონ ამ ფორმულირებით, ასე ვთქვათ, საუბრობს, რომ არ შემიშვეს სხდომაზეო. ჩვენ აქ მოვისმინეთ საუბარი მასსა და საპატრიარქოს დაცვის წევრებს შორის, ისინი უბნებოდნენ, რომ მას აქვს შესulis უფლება, ოღონდ მხოლოდ ეკლესიაში როცა მას ჟურნალისტების გარეშე. მაშინ ვიყავი პატრიარქის ტიხაროსანი, სემინარიაში ვსწავლობდი და ეხლა ეს კარები დაიკეტა ხალხისთვის და მარტო სუსი შედის და გამოდის. ეგ არის სამწუხარო. ძალიან სამწუხარო, რომ ხალხისთვის დაიკეტა საპატრიარქო. დაკეტეს. პატრიარქი ასე არ იქცეოდა. პატრიარქი ყოველთვის ხალხის მხარეს იყო და დღესაც ხალხის მხარეს არის. ეს ვიცი. რომ ისოდეთ მე არ შეუშვეს დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში, როგორც თვითონ ამბობს. ისინი არ, ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობს საპატრიარქო, არ რეაგირებს მის
თხოვნაზე და მოთხოვნაზე თუნდაც რომ სხდომასაც მის წინააღმდეგ ბრალდებები გაჟღერდება იყოს საჯარო, ცხადი აქ შეკრებილი ყველა ადამიანი, მისი მრევლი და მის მხარდასაჭერად მოსული რიგით მოქალაქეები ვერ შევლენ საპატრიარქოში, რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ახალ საპატრიარქოს შესასვლელთან, თუმცა ის ითხოვდა რომ ჟურნალისტები მაინც ყოფილიყვნენ სხდომაზე, რათა ვთქვათ ეს განხილვა ყოფილიყო საჯარო. დოროთე ყურაშვილი ამბობს, როგორც მას აქვს ინფორმაცია, რომ ის ვთქვათ დაიბარეს საეპისკოპოსოს სხდომაზე მისი საჯარო განცხადებების გამო, სატელევიზიო განცხადებების გამო და ის ამბობს, რომ აზრს არ იცვლის, ის განცხადებები, რომლებიც აქამდე გაუკეთებია, კვლავ იგივე აზრზეა. ამ განცხადებებს გაიმეორებს მომავალშიც, ის არ ფიქრობს, რომ რაიმე მიუღებელი გააკეთა, ამიტომ უნდა რომ რადგან ვთქვათ მას იბარებენ არა რაიმე დამალული საქმიანობისთვის, დაქმედებისთვის, არამედ საჯარო პოზიციებისთვის, ის ფიქრობს, რომ სხდომა, სადაც ეს ყველაფერი განიხილება, ასევე უნდა იყოს საჯარო, თუმცა როგორც თქვენ მოისმინეთ კიდეც ვინც თავდაპირველად თავიდანვე იყავით ვთქვათ ჩვენთან ერთად და უსმენდით ამ პირდაპირ ეთერს, ჩვენ პირდაპირ ეთერი დავიწყოთ სწორედ არქიმანდრიტ დოროთესა და საპატრიარქოს აცვის წევრებს შორის კომუნიკაციის. ჯერ კიდევ 2 საათი არ იყო, ანუ 2-ზე უნდა დაწყებულიყო სხდომა, 2 საათი იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო. მას ვთქვათ არქიმანდრიტი დოროთე მივიდა ჭიშკრებთან, რომელიც ახლა არის დაკეტილი, პერიოდულად იღება, იმიტომ რომ აქ მანქანები შედიან და გამოდიან. ჭიშკრებთან მივიდა, უთხრა რომ მზად არის შევიდეს სხდომაზე, როგორც ვთქვათ წესია, გამომდინარე იქიდან რომ დაიბარეს, თუმცა უნდა შევიდეს ჟურნალისტებთან ერთად. მას ამის უფლება არ მისცეს, დაახლოებით 3-ჯერ თუ 4-ჯერ შებრუნდა საპატრიარქოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი შენობაში და სავარაუდოდ იქ გაიარა კონსულტაცია, ნებართვა აიღო სხვა პასუხისმგებელ პირებთან, თუმცა საბოლოო პასუხი მაინც იყო ის, რომ ჟურნალისტებთან ერთად დოროთე ყურაშვილს არ შეუშვებენ საპატრიარქოში. ის ფიქრობს, რომ ერთადერთი რის გამოც შეიძლება მის მიმართ რაიმე სანქცია განახორციელონ არის ის, რომ არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა ამასაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის სხდომაზე გამოცხადდა, დაახლოებით 2.5-ზე უკვე აქ იყო, 2-ს რამდენიმე წუთი აკლდა, როცა ჭიშკრებთან მივიდა. თუმცა არ შეუშვეს, როგორც თვითონ ამბობს და როგორც თქვენს ნახეთ პირდაპირ ეთერში. ის ფიქრობს, რომ გარდა ამ რაღაც დისციპლინური შინაარსის სანქციისა, რომ არ შევიდა ჟურნალისტების გარეშე, არანაირი სხვა ლოგიკური საფუძველი არ არის მის მიმართ რაიმე ზნეობრივი ხასიათის სანქცია იყოს გამოტანილი სხდომაზე. თუმცა ველოდებით, როგორც გითხარით, სხდომა სადღაც 9 საათია უკვე მიმდინარეობს. მცხეთა თბილისის ეპარქიის საეპისკოპოსოს სხდომა, ჩვენ არ ვიცით ამ სხდომის წევრების ვთქვათ ვინაობაც, შემადგენლობაც ზუსტად არ ვიცით, თუმცა ალბათ სხდომა როცა დასრულდება, შემდეგ უკვე გავიგებთ რა არის პასუხი, ასე ვთქვათ, რა სანქციას მიიღებს საეპისკოპოსოს სხდომა არქიმანდრიტ დოროთეს წინააღმდეგ. მე ახლა დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდება და უკვე გვეცოდინება რა გადაწყვეტილება მიიღო მცხეთა თბილისის საეპისკოპოსო საბჭომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიმართ სხდომაზე, რომელსაც არ ესწრება თავად დოროთე ყურაშვილი, იმიტომ რომ ის არ შეუშვეს სხდომაზე ჟურნალისტებთან ერთად და მას სურდა, რომ ეს სხდომა ყოფილიყო საჯარო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდება და უკვე გვეცოდინება პასუხი, ასე ვთქვათ. გადაწყვეტილება კომისიის დამშვიდობებამდე კიდევ ერთხელ მოგესმენინებთ დოროთე ყურაშვილის პოზიციას. ამიტომ ყოველი სხდომა იქნება, ეს კომისია იქნება, რომელიც სწავლებას ეხება, უნდა იყოს საჯარო. მას მისი დასწრებას უნდა შეეძლოს მრევლს, რადგან ესენი რაში მამტყუნებენ, ეს მრევლმაც უნდა გაიგოს. და მეც უნდა გავცე ჩემი პასუხი და ისიც მრევლმა უნდა გაიგოს. ამიტომ აქედან გამომდინარე ესენი იწევიან სამხრივად მარტო თავიანთი მიერ დაყენებული პრეტენზიებით მიდგებიან, მაგრამ ჩემი მიერ დაყენებული კითხვები და ჩემი მიერ
ნათქვამი პრეტენზიები ამათ არ აინტერესებს. ვინ მოთხოვს ჯაღმაიძეს პასუხს იმაზე, რომ მე ბრალსდებს ძალადობაში. არავინ. ამათ გონიათ, რომ პასუხმოუთხოვნელები არის. მაგრამ ბოლოს სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ქრისტეს ეკუთვნის და ქრისტე ბოლოს სიტყვამდეც კი მოთხოვს, მაგათ მე დარწმუნებული ვარ. აი ბოლოს ოდეს ქონათ კომუნიკაციას გულით დღეს თუ ქონათ და თუ იცით რა პოზიციაში ვარ. დაცვის მეშვეობით მიმართა და დაცვა თქვა რომ ჟურნალისტების გარეშე რო შევიდე, მაგრამ მე ჟურნალისტების გარეშე ნათქვამი მქონდა რომ არ შევიდე. ჩემი საუბარი უნდა იყოს საჯარო, როგორც აღსაუბრო, ისე უნდა ვისაუბრო იქაც. ამიტომ თუ უნდა გამოვიდნენ და ხალხს გაესაუბრო და აუხსნან რაში ვარ და დამნაშავე. არ არის პრობლემა, მაგრამ ისინი ახლა ჩუმად ოთახში რაღაცას გადაწყვეტავენ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს დადებითი იქნება გულვარდები და ორივე ჩემთვის დადებითი. დიდი მადლობა. მოისმინეთ თოროთე ყურაშვილის სიტყვები, ჩვენ ის მადლობას ვუხდის საგშეკრებილ მოქალაქეებს მხარდასაჭერად მოსვლისთვის. ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ მე უერთის გზას ვიყვები და გავყვები ბოლომდე. და ჩემი ჯვარი აღებული მიწოცა. ეს არის ქვეყნის თავისუფლება და აუცილებლად დავათავისუფლოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას ამ სული ნაგავიდან. ამინ. როგორც ხვდებით და ხედავთ მამა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აპირებს რომ დატოვოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია მიუხედავად იმისა რომ ჯერ სხდომა არ დასრულებულა ის არ ელოდება როგორც ჩანს სხდომის დასრულებას და მიდის დაახლოებით 1 საათის წინ მოვიდა ის საპატრიარქოსთან როგორც უკვე გითხარით არ შეუშვეს ჟურნალისტებთან ერთად და არ შევიდა მარტო ამიტომაც დაახლოებით 9 საათი ელოდებოდა ის ასე ვთქვათ რეაგირებას და რაიმე პასუხს საპატრიარქოსგან, თუმცა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ სხდომა დაწყებულია მის გარეშე, ის უბრალოდ ვთქვათ რამდენიმე საჯარო განცხადების შემდეგ, როგორც ხედავთ, უკვე ტოვებს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას, ტოვებს სხვა სასულიერო პირებთან ერთად, რომლებიც მასთან ერთად მოვიდნენ, სხვათა შორის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი ასე უბნებოდა, რომ უფლება აქვს ის შევიდეს საპატრიარქოში სხვა სასულიერო პირებთან ერთად, რომლებიც მას ახლავს მისი ეკლესიის სასულიერო პირებთან ერთად, თუმცა მამა დოროთემ არქიმანდრიტმა დოროთემ უთხრა, რომ სასულიერო პირებს საპატრიარქოში შესვლისთვის ნებართვა არ სჭირდებათ, ის ნებართვას ასე ვთქვათ ითხოვდა ჟურნალისტების შესვლისთვის, ასევე ამბობდა, რომ სხდომა ისედაც არის საჯარო და სხდომის დახურვის უფლება მათ არ აქვთ. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, რამდენჯერმე შევიდა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი საპატრიარქოში იმისთვის, რომ მოთხოვნა და თხოვნა დოროთე ყურაშვილის გადაეცა, ასე ვთქვათ, იქ პასუხისმგებელი პირებისთვის. რამდენიმე წუთი ალოდინეს, თუმცა საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ის ჟურნალისტებთან ერთად ვერ შევიდა და ჟურნალისტების გარეშე დოროთე ყურაშვილი არ შევიდა. საპატრიარქოში სხდომა, სადაც მის წინააღმდეგ ბრალდებები უნდა გაჟღერდეს. უკვე დაიწყო დოროთე ყურაშვილის გარეშე. მე შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა დოროთე ყურაშვილს გამოუცხადეს მკაცრი გაფრთხილება, ოღონდ ეს არის არა ასე ვთქვათ ზნეობრივი შინაარსის, არამედ უფრო დისციპლინური სასჯელი, შეიძლება ითქვას, გამოუცხადებლობისთვის გააფრთხილეს მკაცრად დოროთე ყურაშვილი, თუმცა თვითონ განმარტავს მიზეზს, რის გამოც არ გამოცხადდა წინა სხდომაზე, კომისიის სხდომაზე 16 ოქტომბერს. ამის მიზეზი იყო ის, რომ მას წინასწარ არ გააცნეს ის ბრალდებები, რომელიც უნდა განხილულიყო ამ სხდომაზე. დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ მას აქვს უფლება იცოდეს როგორც ბრალდებები მის წინააღმდეგ, ასევე ის დასაბუთებები, რა არგუმენტებითაც, ასე ვთქვათ, ედავებიან მას ამა თუ იმ ნორმის საეკლესიო ნორმის დარღვევას. ამიტომ მან მოითხოვა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის განმარტება იმისთვის, რომ თვითონაც მომზადებული და არგუმენტებით, ასე ვთქვათ, მომზადებული მისულიყო და თქვა, რომ მზად არის გამოცხადა, მზად არის ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი, ოღონდ მხოლოდ
ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ ეცოდინება ბრალდებები და საეკლესიო ნორმების დაცვით მოხდება ეს ყველაფერი 16 ოქტომბრის ეს ხდომაზე მას ესე თქვა ზუსტად კენტორი 16 ოქტომბრის ხდომაზე როგორც უკვე გითხარით მას გამოუცხადეს მკაცრი საყვედური და დაიბარეს მომდევნოს ხდომაზე მომდევნოს ხდომა ეხლა მიმდინარეობს დოროთე ყურაშვილი მოვიდა საპატრიარქოში თუმცა როგორც უკვე გითხარით არ შეუშვეს ჟურნალისტებთან ერთად თვითონ არ შევიდა ჟურნალისტების გარეშე და ეხლა როგორც ხედავთ ტოვებს უკვე საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას ხდომის დასრულებამდე ანუ არ აპირებს დაელოდოს იმ ხდომის დასრულებას, სადაც განიხილება მის წინააღმდეგ ბრალდებები, თავარაუდოდ ხდომათა დასრულება უკვე გვეცოდინება რა სასჯელი თუ სანქცია იქნება გამოყენებული მის მიმართ, თავარაუდოდ ის იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე იყო აქამდე და აქამდე იყო როგორც უკვე გითხარით, მკაცრი გაფრთხილება, რაც არის ერთგვარი ფორმა, ასე ვთქვათ, საეკლესიო სამართალში სანქციის თუ სასჯელის არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ ტერმინებს ვიყენებ, თუმცა სანამ დატოვებს არქიმანდრიტი დოროთე კაცრად სანამ დატოვებს არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია და თვითონ აჟღერებს ინფორმაციას ის დაბარებული არის მისი საჯარო განცხადებების გამო სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებული საჯარო პოზიციების გამო ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა იმ წერილიდან რომელიც მიიღო საპატრიარქოსგან მას შემდეგ რაც მან მოითხოვა ბრალდებების შესახებ ოფიციალური განმარტება თუმცა როგორც თვითონ ამბობს ამ წერილში იყო მხოლოდ მისი ციტატები მისი საჯარო გამოსვლებიდან Arsen, come on. მაშასე დატოვა არქიმანდრიტმა დოროთემ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას ხდომა, სადაც მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს განიხილავენ ჯერ არ დასრულებულა, მე აქ დაგემშვიდობებით და დაგებრუნდებით მას შემდეგ, რაც ხდომა დასრულდება თუ ამ ხდომის მონაწილე სასულიერო პირები მოისურვებენ მედიასთან კომენტარის გაკეთებას და ჩვენ გვექნება მათთან საუბრის საშუალება აუცილებლად შემოგთავაზებთ მათ კომენტარებსაც და განმარტებებსაც პირდაპირ ეთერში თუ არა და უბრალოდ დარჩით ნეტგაზეთზე და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას ხდომის შედეგების შესახებ ანუ იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მცხეთად თბილისის საეპისკოპოსოს საეპისკოპოსო საბჭო მამა დოროთე ყურაშვილის შესახებ. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.